მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ყველაზე მხიარული, აზარტული, საინტერესო და დაძაბული თამაში ლიფტი. მე თაკო ვარ და მოვასწარი წესების ახსნა. მე-16-დან მე-3 სართულამდე. ვნახოთ შეძლებენ თუ არა ჩვენი მონაწილეები დავალებების შესრულებას. გამარჯობა, მე მქვია სალომე, ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ძალიან საინტერესო თამაშია, მაგრამ ძალიან არ მინდა შემხვდეს აი ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული რაიმე თამაში რა. სალომე, ეხლა გავიგებთ როგორ სკოლის მოსწავლე იყავი. საზეპიროებს მარტივად სწავლობდით თუ გიჭირდა? მარტივად სწავლობდი. ხო? მაშინ ეს ყველაფერი ძალიან უნდა დაგეხმაროს, იმიტომ რომ ზუსტად სკოლის პერიოდში უნდა დავბრუნდეთ და მოგიწევს რომ ერთი სტროფი ლექსი ზეპირად ისწავლო. მე-3-დან მე-14 სართულამდე. აუ, ვერ ვიტან ლექსებს. მაღლა დაბლა, ზემოთ ქვემოთ. ადის ჩამოდის. ზოგი შედის, ზოგი რჩება, ზოგიც გამოდის. ზემოთ ავდივართ, დაბლა ვტოვებთ დაბალ სართულებს. დახშული სივრცე ლექსის სწავლას უფრო ართულებს. რეალურად ეს დავალება ჩვენთვის ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მაქვს კლაუსტროფობია. სად არის შემდეგი მონაწილე? გამოუშვით. აჰა, ერთი შეცდომა შეიძლება ვაპატიო, ხო? ხო, ერთი შეცდომა ვაპატიო. როგორი მონდომებულია. მოდი. შეიძლება? დავუშვებ, ვიცით? მაღლა დაბლა, ზემოთ ქვემოთ ადის ჩამოდის. აი მე ვაღარ მახსოვს. ძალიან ბევრჯერ წავიკითხე და ვცდილობდი რომ სტროფად დამეზეპირებინა, მაგრამ მაინც არ გამომივიდა. ზოგი? ზოგი შედის, ზოგი გამოდის, აღლა არა. ჩავდივარ, ვარ მახსოვს მართლა რა გავაკეთე. ორი ხაზი მახსოვდა მართლა. თქვენს ორიანი. თან თქვი რომ კაცრად შევაფასებ თქო ერთს უკარ ნახეთ, მაგრამ მე აღარ დავეხმარებ თქო, მაგრამ არა უშავს, ხო? ხო მოხვალ კიდე. ძალიან სახალისო თამაშია ლიფტი და კეთილიც.